სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ქრისტე აღდგა. ქრისტიანი გამუდმებით ძიებაშია ღვთისა, იმიტომ რომ მას მუდამ შია და წყურია, როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, როგორც ნეტარების ერთ-ერთი საფუძველი, რომ როცა ადამიანს მუდამ შია და წყურია სიმართლე ან ღმერთი, ეს არის მისთვის ნეტარი მდგომარეობა, ანუ ნორმალური მდგომარეობა, ბუნებრივი, ქრისტიანს რაც უნდა ქონდეს. და ეს ძიების პროცესი განპირობებულია იმით, რომ ვერასოდეს ნაყრდება ადამიანი, განსძღება, მოდი ასე ვთქვათ, სულიერად გავიკუთვნოთ სიტყვები და თან ბოლომდე ვერასოდეს ნაყრდება, თან ბედნიერია, თან აწუხებს ის, რომ ღმერთთან არ არის ბოლომდე და ეს მას უგლოვარების მიზეზს აძლევს და ადამიანი ამგვარ წვალებაშია ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა ქრისტიანისათვის და შესაბამისად ასეთი ადამიანი უაღრესად მიზანსწრაფულია, მისი ცხოვრების საზრისი გამოკვეთილია, ეს არის ცოცხალი ღმერთი და მუდამ მთელ თავის სულიერ რესურსს, ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, დროის ყოველ წამს ამ მიმართულებით წარმართავს და კონცენტრირებულია ქრისტეზე. ეს არის ნორმალური მდგომარეობა ქრისტიანისა და შესაბამისად აი ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს ჩვენ, რომ წინასწარ რომ ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ. თუ ადამიანს ეს მდგომარეობა არ აქვს, ადამიანის შინაგანი სამყარო ივსება ამასოფლის სულით, ეს გარდაუვალია, ამას ანუ შეუძლებელია, რომ ადამიანი ქრისტესკენ ასე გულმხურვალედ არ ისწრაფოდეს და ის გულმხურვალების დეფიციტი ამასოფლის სულმა არ აავსოს. როდესაც ადამიანში ამასოფლის სული შემოდის, ის უკვე ვეღარც კი ხვდება ბოლომდე, რას ამბობს ქრისტე, რას ნიშნავს მაზიარებელიც მათ შორის რომ იყოს, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და თუ ეკლესიის გარეთ არ იყო საერთოდ, რას ნიშნავს ეკლესია საერთოდ, რას გვაუწყებს წმინდა წერილი, რაზე საუბრობს სასულიერო პირი, რას ნიშნავს თქვა მთელი ქრისტიანი ერიზე იმობს, რომ ყავს პატრიარქი და მგლოვარება გარდაცვლილი პატრიარქის გამო სიხარულში გადაიზარდა, იმიტომ რომ ყავს ახალი პატრიარქი, პატრიარქი ეს არის როგორც სკაში დედაფუტკარი, ესე უნდა იყოს პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუ ადამიანი მართლმადიდებელია, ის ასე აზროვნებს. რომ ესე იგი, როგორც დედაფუტკარი ვიმეორებ არის სკაში, აუცილებელი თორე სკა განადგურდება, ასევეა, ესე იგი პატრიარქი მართლმადიდებელ ერში, მართლმადიდებელ ეკლესიაში, სხვანაირად ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ასე დააწესა ღმერთმა, ასე ინება ღმერთმა, რომ ევქარისტიული ცხოვრების წესი, რომლიდანაც ჩვენ ვიღებთ მადლს და რომლის საშუალებითაც ჩვენ ვეზიარებით ღმერთს, ეს ევქარისტიული ცხოვრების წესი დანერგილია, მადლმოსილია, ცოცხლობს სწორედ იერარქიული ჯაჭვით, რომელიც მოდის ეკლესიის ხილული საჭეთპრობელიდან, პატრიარქიდან და ასე ჩამოდის თითოეულ ადამიანამდე. და ეს ვერტიკალი თუ მოიშალა, ამ ვერტიკალს თუ უარყოფს ადამიანი, ამ უზურგს აქცევს, ცუდად ექცევა, მოდი ესე ვთქვათ, ამ ვერტიკალს, ასეთი ადამიანის ზიარება აზრი არ აქვს. კათოლიკოს პატრიარქის ხელმოწერა ოდიგზე, რომლის გარეშეც წირვა არ ტარდება, გესმით რა შეასაბამი. შენ შეიძლება შეჭამო ქრისტეს ხორცი და სისხლი, ოღონდ ეს შეჭმა იქნება იუდასავით, იუდა რომელიც წარმოდგენა არ ქონდა, რას ჭამდა თან ქრისტეს ხელიდან მიღებულს. ამიტომ როგორც კი შეჭამა, მასში ეშმაკი შევიდა. ანუ ჩვენ უნდა კარგად გქონდეს გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეს შეუძლებელია სწორი ეკლესიოლოგიური აზროვნების გარეშე. აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამიტომ დიახაც მინიმალური განათლება უნდა გქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს 90-იან წლებში ეკლესიაში რომ მოვედით, ჩვენ ბოლომდე გაცნობიერებული არ ქონდა რას ნიშნავს ეკლესია და ნელ-ნელა ვსწავლობდით ამას და მრავალი ადამიანი დაეცა ამის გამო, მრავალი ადამიანი სულიერად დაიღუპა ამის გამო, მრავალი ადამიანი სქიზმაში გავიდა ამის გამო, იმიტომ რომ ეკლესიოლოგიური აზროვნება არ ქონდა. არ იყო ბმა ქრისტესად მირწმენასა და სწორ ეკლესიოლოგიური აზროვნებას შორის. ამას ჭირდება მინიმალური ცოდნა. თუ 90-იან წლებში არაფერი ცოდნის შეძენის შესაძლებლობა არ იყო, ხო? დღეს სავსეა, ინტერნეტის წიგნები არსებობს, ანუ არ შეიძლება ადამიანს თანამედროვე ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს არ ქონდეს წარმოდგენა თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. და მე მინდა დღევანდელი საკითხავი სწორედ
აი ამ კუთხით დავინახოთ, როგორ უნდა ვიყოთ ქრისტესთან და რას ნიშნავს, რომ სწორესულიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ზოგადად მთელი სამყარო იმგვარად არის შექმნილი, რომ ადამიანს არ შეიძლება რომ ღმერთი არ სწამდეს, ამას მე პავლე მოციქული ამბობს, რომ ვერავინ ვერ იმართლებს თავს, რომელთა მიმართ ეპისტოლიაში ამბობს პავლე მოციქული, ვერავინ იმართლებს თავის ურწმუნოებით, იმიტომ რომ სამყარო იმგვარად არის შექმნილი, რომ შეუძლებელია რომ ადამიანმა ცოტათი მაინც თუ სინდისიერად ცხოვრობს, ღმერთი არ დაინახოს. აი დღესაც საქმე მოციქულთაში ესეთ რამეს ვკითხულობთ, წინასწარ დააწესა ადამიანთა დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, ანუ ეს სამყარო, სივრცე და დრო, რა თქმა უნდა მატერია. რატომ? აი ისე იმგვარად არის შექმნილი ეს სამყარო, რისთვის არის გაკეთებული ეს ყველაფერი, ასე და ამგვარად, რათა ეძიონ ღმერთი, ვინძლო შეიგზნონ და იპოვონ. ეძიონ ღმერთი, შეიგზნონ, განიცადონ ღმერთი და იპოვონ ღმერთი. რატომ არის ასე? იმიტომ რომ ადამიანმა თავისუფლებით უნდა ეძებოს ღმერთი, თავისუფლებით უნდა იპოვოს ღმერთი, ეს მისი თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს, არავინ არასოდეს არაფერს არ დაგაძალებს. ეშმაკი გაძალებს, ღმერთი არასოდეს არ დაგაძალებს, გინდა იპოვი, არ გინდა ვერ იპოვი და თუ ვერ იპოვი, ვერავის დააბრალებ. იმიტომ რომ ყველაფერი იმგვარად არის შექმნილი, ზოგადად სამყარო და თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება იმგვარად არის, ყოველი წამი იმგვარად არის ღვთისგანგებულებით მოცული, რომ ადამიანმა თუ სინდისიერად ცხოვრობს, შეუძლებელია რომ ღმერთი არ დაინახოს. და შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან, საქმე მოციქულთაში, შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან ღმერთზე საუბრობს, პავლე მოციქული, შორს როდია, რადგან ჩვენ მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით, ანუ მოქმედებთ და ვარსებობთ. ანუ ღმერთში ვიმყოფებით. აი თევზმა რო თქვას, თევზს რო გონება კონდეს და თევზმა რო თქვას, რომ რა არის წყალი? წყალი არ ვიცი რა არის. და შეიძლება თქვას, შეიძლება, იმიტომ რომ თევზი რომელიც წყალში ცხოვრობს, ტვინიც რომ მიეცეს, შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ წყლის გარეშე რაღაცა ყოფიერება არსებობს, წყალი რომ მისთვის სიცოცხლეა, სხვა რამე არ იცის. ანუ ბუნებრივია მისთვის, ჩვენთვის ბუნებრივია რომ ვაზროვნოთ, ბუნებრივია რომ გვიყვარს, ბუნებრივია რომ თავისუფალ არჩევანს ვაკეთებთ, ბუნებრივია რომ ნებელობა გვაქვს, ბუნებრივია ჩვენი ორგანიზმი რომ ფანტასტიკურად მუშაობს, ბუნებრივია რომ ჩვენ ბედნიერებისკენ მივისწრაფით და ასე შემდეგ, ბუნებრივია, მაგრამ ამ ყველაფრის ავტორი, ამ ყველაფრის უკან ღმერთი დგას. და აი ამას როგორც თევზი ვერ ხვდება რომ წყალი მისთვის ყველაფერია, ისე ვერ ხვდებით ჩვენ რომ ღმერთი ჩვენთვის ყველაფერია. იმიტომ რომ ადამიანი შეპყრობილია ეგოიზმით. ეგოიზმით არის შეპყრობილი ადამიანი, ეს ცოდვით დაცემით მერე დაემართა. ადამიანმა თავისი ნებელობა დაუმორჩილა ეშმაკს და თავისი სამყაროს გვირგვინი რომ არის ეს და შემოქმედის ხატება და მსგავსება რო არის, ეს თავისი კეთილშობილება, ადამიანური კეთილშობილება დაუმორჩილა რას? გახდები სრულყოფილი ღმერთივით, ღმერთი გახდები, თუ ნაყოფ შეჭამთ. გესმით ეს რა საშინელება რაღაცა, საშინელება იყო? ანუ იმისათვის რომ მე ღმერთი გავხდე, ღმერთს კი არ უსმენ. აი უქვემდებარებ თავს სტიქიას, ანუ მატერიას. აი აქ დაზიანდა ადამიანი და აქ გახდა ჩაკეტილი საკუთარ თავში ღმერთისგან მოწყვეტილი სიყვარული, სიკეთე, სრულყოფილება, კეთილშობილება, ღმერთისგან მოწყვეტილი ეგოიზმად გადაგვარდება. ანუ პიროვნულობა ინდივიდუალიზმად გადაგვარდება, სიყვარული ეგოიზმად გადაგვარდება და ასეთი გადაგვარებულები ვიბადებით ჩვენ. უბრალოდ ჩვენში არის ნაპერწკალი შესაძლებლობა გადარჩენისა, რომელიც ჩვენი რესურსით რეანიმაციას არ ექვემდებარება, მაგრამ ღმერთის ჩარევით ის რეანიმაციას დიახაც ექვემდებარება. ამიტომაც ამბობს უფალი იოანეს სახარებაში მე-12 თავია, რომელსაც აუყვარდეს სული თვისი. აქ არის სწორედ აი ამ ეგოისტურად გადაგვარებულ სული ამ შემთხვევაში სიცოცხლის სინონიმია. თარგმნოთ, განმარტება რომ გავაკეთოთ. რომელსაც აუყვარდეს საკუთარი თავი ეგოისტურად ღმერთის გარეშე და ღმერთის გარეშე ის კი არ არის, შეიძლება ადამიანი რელიგიური იყოს, მაგრამ ღმერთის გარეშე იყოს. რელიგიურობა არ ნიშნავს კომუნიკაციას ღმერთთან. რომელსაც უყვარდეს სული თავის სიცოცხლე ეგოისტურად, მან წარიწყმიდოს, იგი დაკარგავს თავისი წარწყმიდა, დაკარგვას ნიშნავს, წარიწყმიდოს, დაკარგავს თავის სიცოცხლეს. ხოლო რომელსაც ზულდეს სული თვისი ამას სოფელსა, ანუ რომელსაც საკუთარი თავის ზულდეს ამას სოფელსა, საკუთარი სიცოცხლე ამას სოფელსა, ნიშნავს ამას, რომ თავისი ეგოიზმის ზულდეს, თავისი პატივმოყვარეობას ზულდეს, თავისი სიამაყეს ზულდეს, თავისი უსიყვარულობას ზულდეს, თავის ჩაკეტილობას ზულდეს და ასე შემდეგ, რისხანებას ზულდეს. თუ ამ ადამიანს ეს ზულს,
ანუ ზულდეს სულით ვისი ამას სოფელს რომლის თავადი ეშმაკიც არის ცხოვრებად საუკუნოდ დაიმკვიდროს იგი ანუ მარადილ სიცოცხლეში შეინახავს თავის სიცოცხლეს ანუ მარადილ სიცოცხლეში გადაიყვანს თავის სიცოცხლეს იქ ამყოფებს დაიმარხოს იგი მაგრამ ამისათვის რა არის საჭირო ამისათვის გამოარღვია ეს წუთი სოფელი ხო ღმერთმა მოვიდა ადამიანად და დავინახეთ ჩვენ ხო ვერ ვიტყვით რომ ვერ დავინახეთ ჩვენ ხო ვიცით რომ ქრისტე ღმერთია ჩვენ ხო ახლა ვინც არის ის ცალკე პრობლემაა და ამათ ეგეთი ადამიანების მოდიან ხოლმე ჩვენთან და ჩვენ მათ სხვანაირად ვესაუბრებით ვისაც ქრისტეს ღმერთობის არ ჯერა მას სხვანაირად ვესაუბრებით მაგრამ ჩვენ ხო ვიცით შეგვიძლია ვთქვათ ვიცი რა მე არ ვიცოდი უფალო შენ ღმერთი იყავი ამიტომ შენ რასაც ამბობდი მაინც არ მჯეროდა რაღაც ისე იმიტომ რომ ვერ მივხვდი ამას ვიტყვით რომელიმე მათგან ხო ვერ ვიტყვით ხო და თუ ვერ ვიტყვით აგერ გვეუბნება უკვე თუ ვინმე მე მსახურებდეს მე შემომიდექი ნათლობის აღთქმა ხო შეუდგები ქრისტესა მე შემომიდექი და რას გეუბნება სანაცვლოდ ეხლა მეტი რაღა გითხრას სადაც მე ვიყო სად არის მარჯვენით მამისა რას ნიშნავს მარჯვენით მამისა ნიშნავს რომ მისი ადამიანობაც ღმერთი ხო არის და ადამიანის მისი ადამიანობაც სრულ გონება მიუწვდომელ დიდებაშია ანუ იმ დიდებაშია რა დიდებას თავად ღმერთია ღმერთი დიდებაშია თავად არის დიდება ხო აი ეგრე არის ადამიანური ბუნება რომელიც მიიღო და იქ არის და სადაც მე ვიყო მუნ ჩემი მსახური იყოს იქ ზუსტად აი ეს არის 64 ხო ღმერთში მყოფობა უკვე თუ ვინმე მე მსახურებდეს პატივისცეს მას მამამან ჩემმან კიდე ახლა ეს ხო გასაგებია მაგრამ ვერ ქრისტე ხედავს რომ ჩვენ ამას ვერ ვიგებთ აი რას ნიშნავს ხო და უცნაურ რაღაცას ამბობს ვინც ჩემი მსახური იქნება რას ნიშნავს ქრისტეს მსახური ქრისტეს ჩვენ რა მეჭირდება აქ ხო არის ერთგულება ქრისტესადმი რომ მას დავემსგავსოთ რატო გვეუბნება რომ ჩემი მცნებები აღასრულეთ რა საჭიროა ეს რაში ჭირდება ქრისტეს რომ მე მისი მცნებები აღასრულო რამე შემოატებ ღმერთს თუ რა არის მე რომ მის მცნებებს ვასრულებ მე მას მემსგავსები იმიტომ რომ ვიყო იქ სადაც ის არის მისი მსგავსი უნდა ვიყო როგორც იონე მოციქული გვასწავლის და ამას ნიშნავს რომ მე თუ ვარ ღვთის მსახური ვინც მე მსახურებ და ჩვენ ხო ღვთის მსახურები ვარ ვინც ღმერთს მსახურებს მას ეძლევა შესაძლებლობა რომ ასე მსგავსებოდეს და ამბობს საოცარ ამას პატივისცეს მას მამამან ჩემმა რო წარმოიდგინე ხო მამა ღმერთი მცემს პატივს ეხლა ეს ხო ჩვენ პატივს ერთმანეთს არ ავცემთ პატივს თუ კარგად დაფიქრდები და ბევრი დაფიქრებას არ დაგჭირდება საკუთარ თავს არ ასცემ პატივს ხედავ რა ნაგავიცხარ და ამ დროს გეუბნება რომ გალაქტიკების შემოქმედი ხო ღმერთისგან პატივცემული ხარ რა საოცრებაა ეს რამხელა პატივია და რა არის ამისათვის საჭირო უბრალოდ ქრისტეს ერთგული უნდა იყოს და მაგრამ ამავე დროს უფალი გეუბნება რომ აც არს სასჯელი ამას სოფლისა აც მთავარი იგი ამას სოფლისა განვარდეს გარეთ და აი ეს არის მოცემულობა ობიექტური რეალობა რაც ამ სამყაროში ხდება ეს სოფელი და სასჯელი ნიშნავს რომ გასამართლებულია უკვე სოფელი აღსრულება გარკვეული დროით გადადებულია შეიძლება ასე ითქვას იმიტომ რომ ყველას ეძლევა კაცობრიობას მთლიანად და თითოეულ ინდივიდს ეძლევა დრო სინანულისა. თორე სამყარო გასამართლებულია. იმიტომ არის გასამართლებული, რომ ქრისტეს ჯვარცმა მეოდეს ავმაღლდა ქვეყანით, ყოველი მოვიზიდნე ჩემდა. ხოლო ამას რა იტყოდა მახარებელი იონე მახარებელი განმარტავს, აუწყებდა რომლითა სიკვდილით ეგულებოდა სიკვდილად. ანუ როცა ამბობს, რომ განისაჯა ეს სოფელი და მთავარი იგი ამას სოფლის, ანუ ეშმაკი განვარდეს გარეთ, განვარდეს სად გარეთ? სიცოცხლისგან განვარდა გარეთ, სიცოცხლისგან, სამუდამოდ, შეუნანებლად, ეშმაკი შეუნანებლად განვარდილია სიცოცხლის გარეთ, მას აღარ ექნება, აღარ აქვს, გადაგვარებულია სრულიად, დაკარგულია გონიერებას და თავისუფლებას, თუმცა პოტენციაში ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ გადაგვარებული. თქვენ ადრე გითხარით, ეშმაკი თავისუფალი კი აღარ არის, გადაქცეულია ბოროტ სტიქიად. ბოროტისტიკა ცუნამი როა მიწიძვრა რომ აი ეს ბორსაშნელებად არის გადაქცეული შეუქცევადი პროცესებია მასში იგი განვარდნილია სიცოცხლის გარეთ და რასთან არის კავშირში ეს როდის მოხდა ამას სოფლის გასამართლება როდის მოხდა ეშმაკის საბოლოოდ ესე იგი განაჩენის გამოტანა ეშმაკზე ხოლო კაცობრიობაზე მთლიანად ამას სოფლის უზე განაჩენი გამოტანილია მაგრამ აღსრულება გადაწეულია ხო რა როდის მოხდა როცა ამაღლდა ქვეყანით ეს არის აი ნიშანი ხო ღმერთი მოვიდა ადამიანად და ამაღლდა ქვეყანით ანუ მისი ჯვარცმა მოხდა მისი განკაცებული ღმერთის ჯვარცმისადმი თითოეული ცოცხალი
გონიერი თავისუფალი ნებელობის მქონე არსების დამოკიდებულება ჯვარცმული ქრისტესადმი. აი ეს ახდენს ლუსტრაციას გონიერი არსებებისას. ეშმაკის საბოლოო განაჩენი გამოტანილი იქნა ქრისტეს ჯვარცმის დროს და თითოეული ადამიანი მას შემდეგ იქიდან მოყოლებული დღემდე და სანამ ეს სამყარო იარსებებს, დგას აი ამ არჩევანის წინაშე, გასამართლდება ეშმაკთან ერთად თუ გადარჩება ღვთისმშობელთან და ყოველწმინდანთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ლუსტრაცია მთელი სამყაროსი, მაგრამ ეს რაც მოხდა 2000 წლის წინ, მისი აქტუალიზება ხდება ყოველთვის, ყოველ წამს, სადაც ღვთის სიტყვა ისმის. აი ჩვენ შემთხვევაშიც მაგალითად ჩვენ ავიჩერთ ახალი კათოლიკოს პატრიარქი. როგორც გითხარით, აი როგორც დედაფუტკარი არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სკისთვის, ისე არის პატრიარქის ყოფნა არსებობა ეკლესიაში აუცილებელი, ვისაც ეს არ ესმის, მას არ აქვს ეკლესიოლოგიური აზროვნება, მისი რწმენა არის საფრთხის ქვეშ და მან უნდა ძალიან ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად გაიგოს და ვისაც უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაშინ მართლმადიდებლობა ასე ცხოვრობს, ასე ყოფიერებს დაწყებული მოციქულებიდან. ხო და აი, როდესაც ავრჩიეთ კათოლიკოს პატრიარქი, ახალგაზრდა კათოლიკოს პატრიარქი ახალი შემართებით, რას იწყებს, რის კეთებას იწყებს ღვთის სიტყვის ქადაგებას და შესაბამისად მორწმუნე ერზე და მთელს ერზე მზრუნველობას. ეს არის მისი სასიცოცხლოდ აუცილებელი სავალდებულო ქმედება, რომ არ გააკეთოს მას ეს არ შეუძლია. და მისი ყოველი სიტყვა, რომელიც არის ღვთის სიტყვა, მისი ყოველი სიტყვა, რომელიც თანხვედრაშია ღვთისნებასთან, ახდენს ლუსტრაციას მთელი ერისა და თითოეული ადამიანის. და ახლაც ესე მოხდა, განვაზოგადოთ. ცოდვაში მყოფი ადამიანის ცხოვრება უპერსპექტივოა. რა იგულისხმება? აქ იგულისხმება შეუნანებელ ცოდვაში მყოფი თორემ. ის რომ ღმერთი ნებისმიერ ცოდვას მიუტევებს ადამიანს, უკიდურეს დაცემულობასაც მიუტევებს ადამიანს, თუ ის შეინანებს, ეს იმდანად ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სკოლის ბავშვებმაც კი იციან, სადაც ხანდახან ჟურის გაკვეთილები უტარდებათ. და რა თქმა უნდა, თუნდაც ჩემი საუბარი ვიყოთ, ის არ მოიცავს სრულ ღვთისმეტყველებას, ის რაღაცა ფრაგმენტია, შემდეგ კიდე რაღაც ფრაგმენტია, მით უმეტეს ზეპირმეტყველებაში, ხო? ამიტომ თავისთავად ცხადია, თქვა რომ გამოვალ და ვიტყვი, რომ მოთამაშეებს, კაზინოს მეპატრონეებს, ყოლელებს პერსპექტივა არ აქვს. და ამას ამბობს პავლე მოციქული. მემთვრალეთა სხვადასხვა გარყვნილებებს ჩამოთვლის, ხო? და ასე შემდეგ ასეთმა ადამიანებმა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ. რა ვქნათ ახლა პავლე მოციქული გავასამართლოთ, განვიკითხოთ პავლე მოციქული როცა ამბობს, რომ ამ ცოდვის მქონე ადამიანები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ესე იგი ნიშნავს, რომ პერსპექტივა არ აქვს. გამოდის ზუსტად ამ სიტყვებს ამბობს ერის მამამთავარი და ამბობს, რომ ოჯახი სადაც კეთდება აბორტები, ამ ოჯახს პერსპექტივა არ აქვს. დიახაც არ აქვს პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვადასტურებ. თუ რა თქმა უნდა არ შეინანებენ, მაგრამ ეს 2x2 ეს ყველა მიცის. ფაქტია, რომ ეგრევე დაიწყო ლუსტრაცია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ზიგოტა, რასაც ქვია, ემბრიონის რო არ არის ჯერ. ქრისტიანული სწავლებით ეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ზიგოტა, რასაც ქვია, ეს არის ცოცხალი ადამიანი, რომელსაც აქვს უკვდავი სული. ეგ ერთი, მეორე. ის არის უნიკალური პიროვნება. აი მაგალითად ბეთჰოვენის მშობლები ორივე დედას და მამას ქრონიკული დაავადებებით იყვნენ და ამიტომ ყველა შვილი რომელიც იბადებოდა იყო დაზიანებული ფიზიკურად. ზოგს რა ჭირდა, იმიტომ რომ ეს მათი ქრონიკული დაავადება აი ამ ესე იგი გენეტიკურად აისახებოდა. ყველა იმდენად პრობლემური იყო ესე ყველა ბავშვი ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ეპოქაში რო ეცხოვრა ბეთჰოვენს, ვეტყოდე რომ არა, არ შეიძლება თქვენი შვილის გაჩენა. უნდა მოიშალო მოცელი, იმიტომ ხო ხედავ შენი ბავშვები რა დღეში არიან. დაიბადა ბეთჰოვენი, რა თქმა უნდა, ისიც დაზიანებული იყო, რომელმაც მერე თავი იჩინა, იცით რომ ესე იგი სმენა დაკარგა მას საერთოდ. მაგრამ რომ მოეკლათ მუცელში ბავშვი, თქვენ იცით რომ არასოდეს სამყაროში მეხუთე და მეცხრე სიმფონია აღარ იარსებებდა. მეცხრე სიმფონია აბსოლუტურად სმენა დაკარგულმა დაწერა. უბრალოდ არ იარსებებდა. აი ნებისმიერი ფიზიკის კანონი, ნიუტონის მიერ გამოგონებული თუ ეინშტეინის მიერ ნებისმიერი ფიზიკაში არსებული კანონი, თუ ეინშტეინი არ იარსებობდა, ნიუტონი არ იარსებობდა და ასე შემდეგ, სხვები აღმოაჩენდნენ, იმიტომ რომ ეს კანონები არსებობს, მას სჭირდება აღმოჩენა, მაგრამ მეხუთე სიმფონია და მეცხრე სამყაროში არ არსებობდა, ის სხვა სამყაროა, ის არის პარალელური სამყარო, შექმნილი ესე იგი შემოქმედი ადამიანის მიერ. და თუ არ იქნებოდა ბეთჰოვენი, აღარ შეიქმნებოდა. გესმით რა შეასაქმე? ანუ იმის თქმა მინდა რომ ყოველი ზიგოტა იქნება თუ ემბრიონი არის უნიკალური როგორც პიროვნება და თუ მას კლავ, შენ კლავ თელ სამყაროს, რომელსაც არაძლევ ამ სამყაროში
ესე იგი რეალიზების საშუალებას. ბავშვი, რომელიც მუცელში მოკვდა, აბსოლუტურად არ რეალიზებული. ვინ აგებს ამაზე პასუხს? და გამოდის კათოლიკოს პატრიარქი და ამბობს, რომ ამის მკეთებელი ოჯახები უპერსპექტივოა. თუ შეინანებენ, ღმერთი ყველაფერს პატიებს. კიდევ ვიმეორე, პავლე მოციქულიც ესე ამბობს. სასიკვდილო ცოდვების მქონე ადამიანები სასუფეველს ვერ დაემკვიდრებენ. სასუფეველს ვერ დაემკვიდრებენ. ანუ პერსპექტივა არ აქვს. ზუსტად ეგ სიტყვები გაემეორა. პავლე მოციქულის დარად, პავლე მოციქულის მსგავსად თქვა კათოლიკოს პატრიარქმა. რა ამბავი ატყდა. რა ამბავი ატყდა. ჩვენი პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის შიოს სიტყვები იყო აბსოლუტურად თანხვედრაში წმინდა წერილთან. პავლე მოციქულის სულისკვეთებასთან და ვინც ეს ვერ დაიტია თავისთავი გამოავლინა. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ გარდაცვლილი პატრიარქი აი ლიბერალურ სამყარო შემოგვეჭდო 90-იანი წლების მერე და რაშიც აღმოჩნდით, მე პირადად მევნანობ ის წინაშე, რომ ვერ დავიცავი ისე, როგორ ხა მე ჩემი დაცვა ვის რაში ჭირდება, მაგრამ მე ხო ჩემი ცხონების გზა მაქვს ის წინაშე და რეაქციები ხო უნდა მქონდეს რაღაც მოვლენებზე და ვერ დავიცავი ისე, როგორც ეს საჭირო იყო. ჩვენ გვეგონა, რომ ლიბერალისტთან ლიბერალური ურთიერთობით მათ ღვთის სიტყვას დავანახებდით და ხისტები არ ვიყავით ჭეშმარიტებისა და პატრიარქის დაცვაში. ახლა ასე აღარ უნდა გავაკეთოთ. მე პირადად ერთ სიტყვას არ დავტოვებ ყურადღების გარეშე, როდესაც ჩვენს პატრიარქს მის ნათქვამ სიტყვას შეურაცხყოფენ. ბოლომდე ვიქნები მამხილებელი. მოგიწოდებთ, რომ ფხიზლად ვიყოთ. ჯვარცმული ქრისტე რო ამაღლდება, ჩვენ სად ვართ? სად ვიმყოფებით? უფალი ამაღლდა, იმიტომ რომ მიგვიზიდოს და როცა ჯვარცმული ქრისტე არ გიზიდავს მისკენ და ამას ოფლის სულით ხარ სავსე იყურები აქეთ-იქით და ვერ იგებ რას ამბობს ქრისტე. არ გესმის, ვერ ხვდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს. მე უფალი გვეუბნება, რომ ცირეთ ჟამ ნათელი თქვენთან არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქვთ. ეს ისიც რას ნიშნავს? პირდაპირ გაგებით მოციქულებს ეუბნება, რომ მე ცოტა ხანში მომკლავე ავმაღლდები და ეს ნათელი სანამ მე თქვენთან ვარ, რომ კარგად გაიგოთ, ვისთან ხართ, რა უნდა გააკეთოთ, რა არის თქვენი წმენის საფუძველი. მაგრამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ეს მოდელი მუშაობს. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მოდის უფალი და ჩვენს გულს ეხება და გვაქვს შესაძლებლობა მცირეოდენი დროის, რომ ჩვენ გამოვფხიზლდეთ, რომ სწორად დავინახოთ. თორე ეს მადლი განგვეშორება და დავკარგავთ ამას. გესმით? ამიტომ ის ჩვენი ცხოვრებაც ისედაც ხანმოკლეა. ამიტომ ნათელი, რომელსაც ქვია ქრისტეს ღმერთობისადმი რწმენა, რომ მოვა შენთან, მას უნდა გაფრთხილება. იმ ცეცხლს, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, სანთელი, რომელიც შენში ინთება, უნდა გაუფრთხილდე, არ ჩაგიქვრეს. თორე ის აღშელება აღარ აინთოს. უნდა გაუფრთხილდე, მოუარო, რომ ზედ გადაიქცეს. ამიტომ ამბობს, ცირეთ ჟამ ნათელი მე ვარ, ხო მე ვარ ნათელი, ქრისტე ამბობს. ცირეთ ჟამ ნათელი თქვენთან არს. და ვიდოდეთ ვითრე ნათელი გაქვთ, რათა არ გეწიოს თქვენ ბნელი, რამე თუ რომელი ვალ ბნელსა და ბნელში არია, როცა ვერ ხვდებიან, რომელი ვალ ბნელსა არა უწყინ ვიდრება, არ იცის საით მიდის, რამე თუ ქრისტეს ნათელი არ არის მაშინ, ვიდრე ნათელი გაქვთ, რწმენი ნათელი, ანუ ენდე ნათელს, ანუ მე ვარ ნათელი, ანუ კონდეს ნდობა ქრისტესადმი, ოღონ როგორი ქრისტესადმი, რომელიც ამაღლდა ჯვარცმით და მიგიზიდა, დაგანახა, გესმით, ღმერთი ჯვარცმული. და ჩემი ბრალია, ჩემი ცოდვების მაგივრად მკვდარი, ჩემს მაგივრად მკვდარი, როგორ შეიძლება რომ ამან არ მიგიზიდოს და როცა ეს არ გიზიდავს, მე ნათელშიც აღარ იმყოფები და თუ გიზიდავს, ნათლის ძე იქნები, რწმენი ნათელი, რათა ძეთ ნათლისად იყვნენ. და ამას რა იტყო და იესო წარვიდა და დაეფარა მათგან გეტყვის, შეეხება, წავა, დაეფარება თქვენგან, აღმოჩნდებით სიბნელეში და კვლავ დაიკარგებით. ამიტომ ეს რო არ დაგვემართოს, მუდამ მივდევდეთ იესოს, მუდამ ვერდგულებდეთ მას, მუდამ ვიყოთ კონცენტრირებული მასზე და გქონდეს სიბრძნე ღვთაებრივი, რომ აი ამ თითქმის უკვე დაღუპულმა კაცობრიობამ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც გაშმაგებით მიდის ანტიქრისტესკენ, არ ჩაგვიყოლოს თავისი მიწიერი ამასოფლის სულით გაჟღენთილი ლოგიკით. ბოლომდე დავიცავთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენს პატრიარქში დავიცავთ ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ეკლესიაში დავიცავთ ჩვენს რწმენას. რომ ერთი პატარა ბავშვიც კი, რომელიც საქართველოში არის, თუნდაც ერთი პატარა ბავშვის ერთი ვერამდე ვერ გადარჩეს, ჯვარი წერია საქართველოს. ერთი ბავშვი რო გადარჩეს, სწორი ღვთისმეტყველებით,
მაინც ვიმეტყველებთ სწორად რომ ის ერთი ბავშვი გადარჩეს და თუ მთლიერი გადარჩება ხო ამას რაჯობია ამის იმედი გვაქვს კიდევაც ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ